მეციტრუსებთან შესახვედრად დასავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჩავიდა. აჭარელ ფერმერებს კი რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელი შეხვდა. ციტრუსის მოსავლის ნაწილი კვლავ დაუკრეფავი რჩება. უამინდობამ მანდარინის ექსპორტიც შეაფერხა. განმარტებებს ფერმერებს დღეს ნატანებში ჩასული სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აძლევდა. ფერმერები გაფუჭებულ ციტრუსზე კომპენსაციას ითხოვენ. ადგილობრივების ინფორმაციით მიღებული მოსავლიდან ისინი დანახარჯის მიღებას ვერ ახერხებენ. მანდარინის რეალიზაციას მეციტრუსეების თქმით პრობლემები დასავლეთ საქართველოში ბოლო დღეებში გაუარესებულმა ამინდმა შეუქმნა. სტიქიის გამო დაახლოებით ჩვენ 10-15,000 ტონა, 12,000 ტონა ციტრუსი დაზიანებულია და დაახლოებით 3,000 ტონა ციტრუსი ადგილზეა დაწყობილი. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ფერმერებს მთავრობის გეგმებზეც მიაწოდა ინფორმაცია. 2013 წელს ციტრუსების სუბსიდირებაში ბიუჯეტიდან 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მინისტრის მოადგილე ნატანებში დღესვე ციტრუსის გადამამუშავებელ ქარხანაში მივიდა და სამუშაო პროცესს გაეცნო. სტანდარტულ მანდარინზე 15 თეთრი კილოზე, გაყიდულ სტანდარტულ მანდარინზე და არასტანდარტულ მანდარინზე ჩვენ ვიზრდებით 10 კილოზე, ანუ მთლიანად 20 მიიღებს ფერმერი, კი არასტანდარტულ მანდარინზე აქედან 10 გადაიხდეს წარმოებელი, ინვესტორი 10 გადაიხდეს სახელმწიფო. გურიის მსგავსად მოსავლის აღებისა და რეალიზაციის პრობლემა დგას აჭარაშიც. ციტრუსის ექსპორტზე გატანა უამინდობის გამო შეფერხდა. რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ ბათუმის პორტში ბორანის მანდარინებით დატვირთვა დღეს დაიწყო. პროცესს აჭარის მთავრობის მეთაური აკვირდებოდა. დაიტვირთება დაახლოებით 70 მანქანა და 4 ვაგონი, სადღაც 1800 ტონამდე იქნება ეს ტვირთი და გვინდა რომ კიდევ დამატებით ერთი შემოვა ხვალისთვის. იქნება 17-ში, 18-ში, 19-ში სამი გემი ფადრეად. თუ ამინდი არ გაფუჭდა ზღვაში, ჩვენ არ გავჩერდებით. ციტრუსი გადამზიდავებს ძირითადად უკრაინაში გააქვთ. იგეგმება ქართული პროდუქციის რუსეთის მიმართულებით ექსპორტიც. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით ამ სეზონზე 17,000 ტონაზე მეტი მანდარინის გატანა მოხდა. რუსეთის ბაზარი არის გახსნილი რუსეთში მნიშვნელოვანი რაოდენობით უკვე მიდის ციტრუსი. დღეს გამორებით უამინდობის გამო 3 ბორანი ელოდება ბათუმის პორტში შემოსვლა და ისინი ერთდროულად დაახლოებით 10,000 ტონა ციტრუსს წაიღებენ. ციტრუსის გადამუშავებისთვის 36 დამამზადებელი პუნქტი მუშაობს. სოფლის მეურნეობის მინისტრი ხვალ აჭარასა და გურიაში ჩასვლასა და ფერმერებთან შეხვედრას გეგმავს.